მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ასეთი გაშლა. ვინ არის ის შენს ბედში? გავარჩიოთ კითხვები როგორც ყოველთვის გამზადებული მაქვს, ამიტომ გაშლა იქნება გრძელი ვფიქრობ, მოამზადოთ ყავა, ჩაი, ვის რა გიყვართ და დავიწყოთ. ეხლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ვნახავ რა ხდება ეხლა. ვისთვის იქნება ეს გაშლა, რა ხდება თქვენ შორის და მე უკვე კითხვებს რა თქმა უნდა თუ იცნობთ, უყურეთ, გააგრძელეთ. ვინც პირველად არის ამ არხზე მქვია ვალენცინა ბარბაკაძე, მე კარმული ტარნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და ტარო აკადემიის დამაარსებელი. რითიც ძალიან გამარკვევ. დავიწყოთ. აქ ჩვენ გვაქვს გრძელი გაშლები, ვისაც გიყვარს ცოტა მოკლე გაშლები, ან TikTok, ან მეორე ჩემი არხი და კიდე ფულზე, ვისაც გაინტერესებს და პირად დანიშნულებაზე. და დღეს კიდე მინდა ჩავწერო ვიდეო ფული და ურთიერთობა როგორ არიან დაკავშირებული. ეს ყველაფერი იქნება ჩემს მესამე არხზე, სადაც არის ფული და პირადი დანიშნულება არხი. ლინკი ყველაფერი ვიდეოს ქვეშ. დავიწყოთ. ჩემო ლამაზებო და ჩემო მშვენიერებო, აქ ახლა არის როგორი სიტუაცია. თქვენ ნამდვილად ახლა ხართ, ეს იქნება გაშლა იმათვის, ვისაც აქვს ან მანძილი მანძილი გეტყვით კიდე როგორი შეიძლება იყოს და არის როგორი მომენტი თქვენ შეიძლება ფიქრობთ უფრო როგორ იქნება ეს ურთიერთობა და აქ ზუსტად ეს კითხვა, აი ზუსტად რისთვის არის ეს, ვინ არის ეს ადამიანი, ანუ ჩემს ბედში, აი უეჭველი, იმიტომ რომ ვარსკვლავი აჩვენებს რას გეტყვით, რომ არსებობს ეგეთი ვარსკვლავთა ოჯახები რა. როცა ადამიანები აი ეს როგორ ხდება, იცით? ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ერთმანეთთან მოვდივართ იმისათვის, რომ თქვათ მოხდეს რამე განვითარება და ჩვენი სული უფრო და უფრო კარგი იყოს, ხო? და ცხოვრებას გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის აი რაღაც თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენი სულები აქ შემთხვევით არ არიან. აი ამას даже რომ ვინმე რომ არ გითხრეს თქვენ, რომ აი სულები მოდიან და ადამიანები ხდებიან იმისათვის, რომ რაღაც და რაღაცა და რაღაცისთვის, მე შემიძლია იგით, რომ თქვენ ეს თვითონ უნდა გრძნობდეთ რა, რომ ნამდვილად ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ არის ტყილა, უბრალოდ კი არის შეიძლება ცივი, კი არის შეიძლება სიტყვა ძუნწი, კი არის ესეთი პიროვნება, რომელიც გავუშვოთ შეიძლება თქვენ ხშირად გემართებათ ეს მომენტები, რომ თქვათ ეხლა დაშორდებით, შერიგდებით, მაგრამ ეგ არის რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებას აძლევს რაღაც განვითარებას. ეს არ არის ვიღაცა, ანუ თქვენ უნდა უკვე ამას უნდა გრძნობდეთ თქვენ თვითონ, რომ ამ ადამიანთან რომც დავშორდები, მაინც ვიცი, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ და მაინც ვიცი, რომ აი ვგრძნობ, რომ გაგრძელებაც იქნება რა. და აქ ძალიან დიდი კავშირი გაქვთ თქვენ მენტალური ერთმანეთთან და ნამდვილად აი რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ შორის, თქვენ მენტალურად გრძნობთ ადამიანს, თქვენ შეიძლება ელსაუბრებით ამ ადამიანს, თქვენ შეიძლება ელოდებით ამ ადამიანს, თქვენ ახლა, მაგრამ ბევრი კითხვებიც გაქვთ და შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის მომენტი, რომ თქვენ მაინც ეხლა გაქვთ ცოტა ისეთი სიტუაცია, როცა თქვენ ნამდვილად შეიძლება არ იცოდეთ ბევრი რაღაცები ერთმანეთზე, იმიტომ რომ მაგრამ აქ იცით რა მომდის ჯანსაღი განვითარება. ანუ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვენ გქონდეთ აქ დაშორებები, აქ რას ვერ ვხედავ მე, იცით, რომ აი თქვა დავუშვოთ ჩხუბი ლანძღვა, გინება, ერთმანეთის წყევლა, აი ეგეთ რამის არ ვხვდერა. აქ მიდის ისე ურთიერთობა, როგორც უნდა მიდიოდეს პრინციპში, იმიტომ რომ კი გაქვთ ბევრი კითხვები, კი შეიძლება ეჭვიანებაც არის, მაგრამ აქ არ არის, აქ ადამიანები მაინც ყველაფრის მიუხედავად, მაინც ერთმანეთზე ფიქრობენ და აქ არის ქმედების არკანები, ანუ ეს უკვე იმას გვეუბნება, რომ ნამდვილად რაღაცა ხდება. აი ნახეთ, უხილავად შეიძლება ხდებოდეს თქვენ, აი უნდა გრძნობდეთ, რომ ეს ადამიანი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ეს ადამიანი არის და თუნდაც მარტო, აი და აქ როგორი თემა, შეიძლება თქვენ არ ახართ თქვა ფიზიკურად ერთად, მაგრამ უხილავად თქვენ მაინც გრძნობთ, რომ თქვენი სულები ერთად არიან და თქვენი სულები
ნამდვილად აი აქ ერთმანეთს ესაუბრებიან და თქვენ იცით რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ეხლა აქ ყველაფერი მოდის ჩემთვის სასარგებლოს რაღაცებს მასწავლის ეს ადამიანი კი შეიძლება ზოგჯერ უცბად გადის ურთიერთობიდან კი შეიძლება უცბად რაღაცებს წავეჩხუბებით კი რაღაცა მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ნუ აქ უკვე არაერთხელ ადამიანთან გქონდა თქვენ დაშორება შერიგება მაგრამ თქვენ აქ ხართ ნუ ეს ადამიანიც მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ყველა ვარიანტში იმიტომ რომ რაღაცას ისეც აკეთებს ეს და ისე მოქმედებს თქვენზე რომ ნამდვილად ეს გინათებს თქვენ აი ამ თქვენ სულის გზას გასწავლეთ ორივენი სწავლობთ თქვენ ამ ურთიერთობაში ნუ აი ასეთი შესავალი გამომივიდა შემოსავალიც კაია ნახოთ ახლა ჩვენ შემოსავალის ვარზე ვილაპარაკოთ ხო ეხლა მოდით ვნახოთ ჩვენ უკვე კითხვებს დავუსმოთ გაროს და ვკითხოთ ანუ პირველი კითხვა მაქვს მე რატომ ბედი გაჯახებთ სულ ისევ და ისევ ერთმანეთს ის არის შენი ბედის სიყვარული თუ კარმული გაკვეთილი ну პრინციპში ისედაც გიპასუხოს მაგრამ ну მაინც ჩვენ ვკითხოთ ისევ რა რა უკვე შეცვალა მან შენ ცხოვრებაში და შეიძლება აი მაშინაც კი თუ შენ ამას ვერ ამჩნევ ვნახოთ რა არის მისი ნამდვილი განზრახვები შენს მიმართ აქვს თუ არა თქვენს წყვილს თქვენს ურთიერთობას ბედში დაწერილი მომავალი ისიც კარგი კითხვა ვფიქრობ იქნება რომ აი რატომ მაინც და მაინც აი თქვენი სული რეაგირობს სწორედ მასზე შეიძლება რომ სხვა ახლა ადამიანი იყოს არა მაგრამ აი მასზე რა და ვნახოთ რა მოხდება თუ ამ კავშირს გაუშვებ და უკვე კითხვა ვნახოთ აი სინამდვილეში ვინ არის ეს ადამიანი შენს ბედში ახალი ცხოვრების დასაწყისი თქვენი თუ არის მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული ну აი ასე ნერე თუ დამჭირდება რამე კითხვები კი ვკითხავ რა თქმა უნდა კაი ასე ჩვენ კი დავიწყოთ ხო ანუ რატომ გაჯახებს ბედი ისევ და ისევ რატომ იმიტომ რომ თქვენ ხართ ნახეთ ახლა აქ როგორი არკანი ხო ძალის არკანი ყველა ვარიანტში თქვენ ხართ თქვენ ხართ ერთმანეთის ძალა აი ეს შემიძლია თქვა თქვენ ხართ ერთმანეთის ენერგია თქვენ ერთმანეთს ავსებთ რაღაცა ენერგიით ძალით რა ანუ თქვენ როცა ერთად ხართ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენთანაც კარგად მიდის ყველაფერი და მასთანაც კარგად უნდა იყოს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი თუნდაც თქვენი სექსუალური ენერგიით ავსებთ ერთმანეთს ანუ აქ ახლა ყველაფრის მიუხედავად თქვენ აი ნამდვილად რაღაც იყვებებით ერთმანეთისგან მაგრამ თქვენ გოგობა აი ნამდვილად შეიძლება კი ეს ადამიანი არის ცოტა უხეში შეიძლება მაგრამ როგორ არის იცით მაინც უნდა გრძნობდეთ თქვენ მაგისგან რაღაც აი ისეთ ენერგიას და ისეთ ძალას აი უეჭველი აი დარწმუნებული ვარ რომ აი აქაც კი მითხრეს უკვე რომ თქვენ ახლა ვითარდებთ მაგრამ ორივე ერთმანეთს აძლევთ უდიდეს ძალას აი ეს არის უეჭველი რა უდიდეს ენერგიას ყველა ვარიანტში რა ნახოთ ის არის შენი სიყვარული შენი ბედის სიყვარული თუ კარმული გაკვეთილი ну აქ არის როგორ იცით ეს ადამიანი უეჭველი შემიძლია ვთქვა არის კარმული პარტნიორი და როგორი პარტნიორი იცით რომელიც თქვენ ну ვინც ხართ ჩემს არხზე პრინციპში უნდა გჯეროდეთ ამისი რომ არსებობს ეხლა წინა ცხოვრებები სადაც ეხლა თქვენ ერთმანეთთან გქონდათ უკვე ურთიერთობა ეს არ არის ტყუილა უბრალო ვიღაცა ადამიანი ეს ნამდვილად ადამიანი რომელიც უნდა შემოსულიყო შენ ცხოვრებაში იმიტომ რომ შენ მასთან უკვე გქონდა ურთიერთობა იმიტომ აქ ხდება შეიძლება ის მომენტიც იყო რომ აი გიცანი აი ეს მომენტი რო არის აი მე შენ გიცანი როცა ადამიანი შეიძლება რომ დაინახა ხო ასეთი შეგრძნება რომ დაგინახე
აი საიდანღაც მეცნობა ეს ადამიანი ვიცი 1000% რომ თქვა არსად არ შეხვედრივა, მაგრამ რაღაც მეცნობა რაღაცა ისეთი შეგრძნება გაქვთ, ხო? კი, ნამდვილად ეხლა თქვენ დაჟე შემიძლია ვიღაცე, იყავით ან ოჯახი, ან როგორც გითხარით, ერთი ვარსკვლავთა ოჯახიდან ხართ. უეჭველი ეს ადამიანი არის გამოგზავნილი თქვენთვის, აი თქვენი საგვარეულოდ შეიძლება, წინა ცხოვრებაში არ გამოვრიცხავ, რომ კი იყავით თქვენ ან შეიძლება ცოლ-ქმარიც იყავით, არ გამოვრიცხავ, ან რაღაც ნათესავები მაინც ყველა ვარიანტში იყავით რა. და ეხლა კი შემოვარდა ეს ადამიანი თავისი გამოცდილებით და იმისათვის, რომ რაღაცა შეიცვალოს. ნახოთ ეხლა კიდე შემდეგი კითხვები რა. ნახოთ ეხლა უკვე რა შეცვალა უკვე მან შენ ცხოვრებაში, შეიძლება ის რომ შენ ვერ სამჩნევ რა. სხვათა შორის შეცვალა და მართლა ვერ ამჩნევ. აი ნახოთ აქ ეხლა ისეთი რაღაც აქ პასუხი არის უკვე შეცვალა. მაგრამ აი მიპასუხოთ მაშინ აი ამით რა შეცვალა შენ ცხოვრებაში და ვერ ამჩნევ. აქ სხვათა შორის თქვენ ახლა საერთოდ 7-იანი ხმალების არის როგორი არკანი, როცა ადამიანს აქ რაღაცა ცოდნა, იმიტომ რომ ხმალები ეს ყოველთვის ჩვენი გონება, ეს არის ჩვენი ცოდნა, მაგრამ აი რაღაცა კიდე ამ ადამიანმა თქვენ დაგეხმარათ რაღაცების გახსნაში, იმიტომ რომ აქ როგორ მომენტი არის, მეგობრებო, შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ კი ბევრი რაღაცა უკვე ისედაც ვისწავლე ამ ცხოვრებაში, კი ბევრი რაღაცები ისედაც გამოვიარა ამ ცხოვრებაში, მაგრამ არა. იმიტომ რომ აქ კი გქონდა შენ რამდენიმე რაღაცა, თქვა რაღაცა სანამ მოვიდოდა ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში უკვე იყავი გახსნილი, მაგრამ საბოლოოდ არა. და ნახოთ აბა ახლა ესე იგი რა კიდე რა უკვე შეცვალა შენ ცხოვრებაში, კიდე კონკრეტულად რა შეცვალა. საინტერესო არის რა შეცვალა და შეიძლება თქვენ სხვანაირად შეხედეთ ბევრ რაღაცებს. ნახეთ რა არის. თუ დაუშვათ, თქვენ იყავით ესეთი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, თქვა, დაუშვათ, ანუ ყველაფრის, ხო? უკვე სხვანაირად შეხედეთ მაგ სიტუაციას. აქ ამ ადამიანმა სხვათა შორის თქვენში გახსნა ბევრი ისეთი ანუ ჩვენში ხო არის ბნელი მხარეები და ნათელი მხარეები. აი მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა თქვენთვის. შეიძლება ეს ხდებოდა როგორ თქვათ ახლა. აი ჩხუბი რო გქონდათ დაუშვათ რაღაცა და გაშორება, მაგრამ რო მაინც ვერ შორდებით, მაინც მენატრება. აი აქ ეს ადამიანი რთავს თქვენში ამ პროცესს. თქვენ ახლა მე ძალიან ღრმად არ შევალ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ღრმა თემაა გამოდის რა. ეს უკვე ყველა პროგრამები თუ რამე გქონდათ, ამ ადამიანმა თქვენში გააღვიძა ბევრი პროგრამა და ასე ვთქვათ, ყველა არა, ბევრი რაღაცები შენიდან გამოიტანა ამ ადამიანმა თავისი საქციელი და შეიძლება ზოგჯერ უსაქციელობით რა. ანუ ყველა თქვენი კონფლიქტი იყო თქვენი სულის მკურნალი. ანუ ნახეთ ახლა თქვენ თუ დაუშვათ ახლა იმ პერიოდში, როცა დაუშვათ მოხდა რაღაცა არასასიამოვნო სიტუაცია, თუ თქვენ მართლა დაჯეკეთ და გააცნობიერეთ ეს რა არის ჩემთვის კარგი რა მოაქვს ამ სიტუაციას, იცოდეთ რომ ან თუნდაც დაჯეკეთ და თუ არ გაგიკეთებიეთ ეგეთი ანალიზი, გააკეთეთ და თქვენ დაინახავთ რამდენი რაღაცები შეიძლება ამ ადამიანის მეშვეობით თქვენს თავში და თქვენი პროგრამები დაამუშავეთ, დააკვირდეთ ამას, იმიტომ რომ აქ მართლა ეს უხილავად აკეთებს ამას რა. იმით რომ მიჯაჭვული ხარ თქვენ ერთმანეთზე, იმის მიუხედავად რომ ჩხუბობთ, მაინც ენატრებით ერთმანეთს, სულები მაინც მოდიან ერთმანეთთან, უნდათ მაინც კავშირი. აქ ძალიან ბევრი რაღაცები გახსნა ადამიანმა თქვენში რა, დააკვირდეთ, თქვენ გააკეთეთ ანალიზი. აი კიდევ და კიდევ იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მე როცა ვაკეთებ გაშლას, ყოველთვის ვიყენებ ბედის მატრიცას, იმიტომ რომ რა არის ბედის მატრიცა, მაგ ცალკე არხზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, აქაც მაქვს ეს ვიდეო მე მგონი ამ არხზე, რომ აი იქ არის პროგრამები, ის პროგრამები, რითიც მოვიდა სული და იმ პროგრამებზე მოდის პარტნიორი.
აი სიტუაციები თქვა, ნუ მეგობრები ნაცავები და ასე შემდეგ, მაგრამ პარტნიორი მით უფრო, იმიტომ რომ ის სხვა სიყვარულია, სხვანაირი მიჯაჭვება, სხვანაირად გეხმარება. ამიტომ მატრიცა როცა მე ვხედავ მატრიცას, მე ეგრევე ვხედავ რა პროგრამები, ანუ როცა მე ისტორიას ადამიანსაც ვიხილავ, ეგრევე ვხედავ რა პროგრამები ჩაერთო და რა შეგიძლია გააკეთო, რომ ეს პროგრამა დაამუშავო, თუ სხვა შემთხვევაში მილიონი პარტნიორი რო შეცვალო, მაინც სულს რო აქ ეს ჩაფიქრებული, ვერ გაექცევი, ვერანაირად ვერ მოატყუებ შენ სულს რა. აი მოგცემ სიტუაციებს ადამიანებს და შეგიძლია იცვალო პარტნიორები და მაგრამ ერთი და იგივე მოხდება. ეს არის უეჭველი, ამიტომ მატრიცა ძალიან გვეხმარება და არასოდეს არ გავაკეთებ და არც ვაკეთებ გაშლის უბრალოდ რა. მოდი ვნახოთ ახლა. არა. ნუ მე მუშაობ კონკრეტულად სიტუაციამდე, რომელიც ვარჩევ მე. მკითხავი არა ვარ, იცით კარგად, თქვენ ახლა ნამდვილად. შემდეგი. ვნახოთ მისი ნამდვილი განზრახვები შენს მიმართ. ნუ აქ ნახეთ, მართლა ძალიან წამიყვანეს ესეთ ენერგიებში, სადაც არის აი უეჭველი უნდა მაგას ხოთაშოს ამას აი ძალიან მაგარი რა არის იცით როცა პარტნიორი შემოდის იმისათვის რომ შენ განვითარდე იმიტომ რომ ზოგი აი თუ დააუშვათ თქვენი პარტნიორი ისეთია რომელიც თქვა შენ გინდა ნუ რაღაცის სწავლა ან გინდა რაღაცა საქმეს მოკიდო ხელი და ის გეუბნება ო რა გინდა და არ გამოგივა და ის ზოგ შემთხვევაში ეგეც მუშაობს სხვათა შორის რომ აი დაუშვათ თუ გეუბნება რომ არა და შენ თქვა პირიქით მაინც არნებდები და აკეთებ. ესეც მუშაობს. მეორე მხარე, ესეც არის იმისთვის, რომ შენ თქვა, აი დაუშვათ რაღაცა შენში გადალახო, იმიტომ რომ კი შეიძლება პარტნიორი იყოს ძალიან ისეთი, აი ზუდად გექცეოდეს საშინლად. არის ეგეთი პროგრამების მატრიცაში და ეგრევე ჩანს და იქ ახსნაც არის, რატომ არის ეს პროგრამა მაინც შენში ეხლა, ხო? და მაგრამ ანუ ნახეთ ორგურ მუშაობს ახლა ეს პროგრამები, ну, იმიტომ რომ სხვადასხვა აქვს ყველას. ზოგისთვის მუშაობს ისე რომ თქვა ადამიანი მხარს უჭერს და ეუბნება რომ მიდი და ანუ ან სიტუაციებს ისეც ქმნის რომ შენ იძულებული ხარ გააკეთო თქვა ის რასაც ვერ ბედავდე. გამიგეთ რა ხდება? ეს ძალიან ისეთი მომენტი არის რომ უნდა დააკვირდეთ რომ აი თქვენში გაანალიზეთ რა. შეიძლება ადამიანი გეუბნება რისთვის გინდა ეს სისულელი რაღაცებს იმაშვები და რეებს იგონებ ხოლმე რაღაცას და აი თქვა ჯიბრზე მაინც მიდიხარ და აკეთებ თქვა დაუშვოთ. შეიძლება ანუ ან არ მჯერა შენი რაღაცა ეგეთი აგდებულობა და რამე და შენ მაინც აი მაშინ დაგიმტკიცებ რომ ნამდვილად ეს მუშაობს და მე ნამდვილად შემიძლია რომ ეს გავაკეთე. ესეც არის ერთი მხარე, მეორე მხარე რა არის, როცა შენ დაუშვოთ ისეთ სიტუაციებში გაგდებს რომ შენით უკვე რაღაც გინდა გამოსვლა, იმიტომ რომ აქ მე ვერ ვხედავ რა, იცით ეხლა რატო უფრო ასეთ თქვა ცოტა მტკივნეულ მომენტებს ვეხები, იმიტომ რომ აქ არ მაქვს ახლა ისეთი არკანები ჯერ რომელიც მაჩვენებდეს იმას რომ აქ ადამიანი რბილად ექცეოდეს, იმიტომ რომ შეიძლება სხვათა შორის ზოგჯერ შურიანობასაც გამოიწვევს რა. ნუ ეგაც იმისათვის რომ შენ უფრო გქონდეს სიმსხვერპლი, მაგრამ ყველა ვარიანტში რასაც არ უნდა აკეთდეს ეს ადამიანი მაგისიც რა ხო არის ის თქვენს მიმართ რომ თქვენ განვითარდეთ. აქ ჩვენც აგვიყვანეს რაღაც უფრო იმაზე რა ქვია სულის დონეზე ამიყვანეს ახლა რა ნუ უფრო მაგას მაჩვენებენ რა, მაგრამ აი აქ გეუბნებით და პლუს კიდე რომ თქვენ განვითარდეთ და პლუს კიდე თქვენში რომ ეს წამოვიდეს, გაიზარდოს, ანუ ეს ნახეთ ყვავილებს გოგორ წყავს, ხო? ანუ ესე იგი ნამდვილად უნდა თქვენი სიკეთე რა. ეხლა თქვენ რომ მაგას გკითხოთ, ეხლა ეს ნამდვილად ეხლა არ არის ეს ადამიანი თქვა, ნუ არ გეტყვის ის რომ აი მინდა შენი გამწარება და რაღაცა არა, აი ხო? ეხლა ურთიერთობაში ხო არის პერიოდი, როცა ძალიან გამწვავებული სიტუაცია არის პერიოდი, როცა თქვა ერთმანეთთან ტკბილად ხართ. აი იმ პერიოდში ტკბილად როცა ხართ და შეგიძლიათ გითხოთ, აი რატომ მასე მეკცევი სიტყვაზე, აი რატო ხო გიყვარვარ, რატომ ასე მეკცევი და გეტყვის რომ არ ვიცი რა მემართება რა, მაგრამ ეგ ვიცი რომ მინდა შეტყვის სიკეთე.
მიხვდით? აი ამით თქვენ მიხვდებით, შეიძლება უკვე გქონდეთ ეგეთი საუბრები და დააკავირდეთ რა, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ამბობს ეხა არ ახსოვს იმას, რა, საიდან გეტყვის, შეხა მოვედი შენთან, ეხა შენი კარმული პარტნიორი ვარ, მოდი ეხა დავამუშაოთ ჩვენი პროგრამები, ეს ხო სისულელია, ეხა ვინ გელაპარაკებ. თუ ძალიან ეხლა არ ახართ გადავარდნილები ამ თემაში და ორივენი თქვათ, მაგრამ აქ უკვე სხვა სიტუაცია იქნებოდა. გამიგეთ? ადამიანი ვერ აცნობიერებს, რატომ მასე იქცევა. და დარწმუნებული იყავით, რომ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ზის მერე და ფიქრობს, რა მეტაკა, რა ჯანდაბა ენა, რატო არ გავაჩერე, რატო გავამწარე, ეხლა მე ეს. რაზე ვუთხარი, რატო მოვიკეცე, რატო ვერ გავჩუნდე, რატო ვერ ეს ხელი რატო არ გამეხმა სიტყვას ან ენა, ხო ხდებით რა? იმიტომ რომ არ იცის ამ დროს ეს არის დახმარება. იმიტომ რომ თქვენ ხო აანალიზებს, შეიძლება ფიქრობთ, რომ მე რა მაგისი ღირსი ვარ, რომ ასე მელაპარაკოს, მე რადგან სახში ვზივარ და რაღაცებს ვაკეთებ, ესე იგი არ უნდა მცეს პატივი, მოიცადე მე ახლა, აი რამდენი ხანი მინდოდა გასვლა თქვა რაღაც ან ჩემ ბიზნესის გახსნა, გავხსნი და დამოუკიდებელი გავხდები და იჯდეს ახლა და მერე და ნახავს, მერე მე თუ რამე არ შემიძლია და თუ გონია რომ მარტო ბორშების ხარშვა შემიძლია. მიხვდით? აი ამით ახლა ეს ადამიანი რამხელა რაღაცა ფიქრებს თქვენში აღვიძებს. და თქვენ მერე მიდიხარ ზოგი ჩუმად, ზოგი ცხადად, ანუ აკეთებს და მერე უკვე სხვა სიტუაცია ხდება. მიხვდით? აი ეს ასეთი პროცესი არის. ნუ ასეთი რთულია თუ ადვილია, ასე აქ შეფიქრებული იქ საიდანაც მოვიდეთ ყველა, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ აქვს თუ არა თქვენ ურთიერთობას მომავალი ბედის დაწერილი. კი, უეჭველი. ეს არის, ანუ ახალი გზა, აი ეს მაჩვენეს თავიდანვე, აი აქ თქვენ სიგნიფიკაციაში და კიდევაც ხო გითხარით, რომ თქვენ გვეცნობიერად ამას გრძნობთ, რომ არის აქ ნამდვილად. კი არის მანძილი, კი ხართ ახლა ცოტა ეს ცივ ენერგიებში, მაგრამ ორივენი ერთმანეთზე ფიქრობ და ორივენი ფიქრობ თქვენ მომავალ გზაზე და ნამდვილად არის. არის. ნუ აქ ახლა ისეთი არკანები, ისედაც გასაგებია. კარგით, ნახოთ ახლა მაშინ რატომ რეაგირებს შენი სული ასე ძლიერად სწორედ მასზე. რატო რეაგირებს? იმიტომ რომ ნახეთ რა არის, მე ასე ვეტყოდი, რატო რეაგირებს? იმიტომ რომ თქვენ აი აქ უეჭველი შემიძლია ვთქვა ამ არკანით, რომ იმიტომ რეაგირებს, რომ თქვენ სხვა ვინმესთვის ადგილი არ აგაქვთ. ეს თქვენი ადამიანია, ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად აი სულ რომ მარტო იყოთ, მაინც ეს ადამიანი იქნება. რატომ რეაგირებს? იმიტომ რომ თქვენ ნუ რა ვიცი, ძალიან კარგი არკანი, მოიცადეთ რატომ რეაგირებს, რატომ კი, ნუ სწორია, ხო. რატომ რეაგირებს? აქ გეუბნებით, აქ თქვენ გაქვთ კონტრაქტი. ყველა ვარიანტში ცოტა შუქი ჩამიგრა. აქ ახლა კონტრაქტი გაქვთ თქვენ ყველა ვარიანტში ამ ადამიანის სულთან, ყველა ვარიანტში და იმიტომ რეაგირობთ, რომ თქვენ ეს ადამიანი მოვიდა თქვენთან იმისათვის, რომ თქვენ უნდა გაგიყვანოს მან რაღაც ახალ გზაზე. თქვენ შეიძლება თქვათ ახლა აქ რაც არ უნდა იყოს, გაქცევა თუ რაც არ უნდა, ნუ შეიძლება თქვათ იყოს გაუგებრობაში ნაგანი ბრძოლა მინდა, არ მინდა და რაღაცა, მაგრამ მხოლოდ მასთან თქვენი სული გრძნობს თავს, აი მე სახში ვარ. გამიგეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. და აი როგორც აქ რო აგიხსენით, აი აქაც იგივეა რა. რომ თქვენ ნამდვილად აი თქვენი კონტრაქტი რომ ეს ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ თქვენ მოგყიდლოს, იმისათვის, რომ თქვენი გული დაიუფლოს, იმისათვის, რომ თქვენ მიგიყვანოს იმ დონემდე, რომ თქვენ ბევრი რაღაცები ისწავლოთ და თქვენ რომ ანუ აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ნუ ყველა ვარიანტში თქვენი სიუხვისკენ რა გადადის ცხრიანი პენტაკლების რა და დააკვირდით თქვენ ახლა როგორ შეიცვალა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ან შეიძლება შეიცვალოს რა, ანუ დააკვირდით თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალოს, იმიტომ რომ თქვენ აქ ადამიანი მოვიდა თქვენ ამას ენდეთ თქვენი გული, აქ ნახეთ რამხელა და გოგოს უჭირავს წიგნი, ეს არის ეგეუბნებით, არის ნუ რაღაცა თან იუსტიციის არკანი არის. ეს არის თქვენ გაქვთ კონტრაქტი სულების, კონტრაქტი არის აი აქ 1000 მილიონ %.
ნახოთ ეხლა რა მოხდება თუ თქვენ გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან ამ თქვათ კავშირს. ნუ რო გითხრათ რომ აქ რამე გაღვიძებს ეს ადამიანი, გაღვიძებს კი ბატონო. რომ გითხრათ რომ თქვენ ახლა აქ ნამდვილად რაღაცა მოხდება ცუდი, ვერ ვეტყვი. იმიტომ რომ აქ ნახეთ ვერც გაუშვებთ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენი სულებიც ცეკვავენ ერთად ძალიან კარგად რა, ყველაფრის მიუხედავად. მაგრამ თქვა რა მოხდება, არაფერი ისეთი თქვათ ახლა საშენელება არ მოხდება, მაგრამ აქ იმასაც მაჩვენებენ რომ ეს იმდენად ღრმა ურთიერთობა და ღრმა კავშირი, რომ აქ თქვენ ნახეთ, აი დაუშვეთ რომ დაშორდეთ ამ ადამიანს, აი აქ უეჭველი შემიძლია რომ თქვენ ერთმანეთს მხოლოდ კარგს უსურვებთ და ნამდვილად აი სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეს ადამიანი გეყვარებათ. და როცა თუ დაუშვეთ, ეხლა გაუშვებთ სიტყვაზე, თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი დარჩება სულ და ყოველთვის მოიხსენებით სიყვარულით. იმიტომ რომ აი აქ მე ვერ ვხედავ რაღაც სიბოროტეს, ყოველთვის თქვენ აი გაგახსენდებათ კარგად ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ წაგიშლიან შეიძლება სულ აი ამ ტკივილებს და რაღაცებს და ყოველთვის შენ სულში ეს ადამიანი დარჩება აი როგორც რაღაც აი კარგი გემრიელი სიყვარული რა, იმიტომ რომ აქ ძალიან ერთმანეთს ავსებთ ისეთი ენერგიებით, რომ აი ნუ ჯერ პირველ რიგში ხა ამარკანის მერე რამხელა ენერგიას აძლევთ თქვენ ერთმანეთს, ეს არის რამხელა სიძლიერეს აძლევთ თქვენ ერთმანეთს რა. როგორ სჭირდებით თქვენ ერთმანეთს, ნუ ამ ეტაპზე ყველა ვარიანტში. და ვნახოთ ეხლა ვინ არის ის სინამდვილეში შენს ცხოვრებაში, ხო? ნახოთ ეხლა სინამდვილეში არის შენი სამყარო. ნუ ახლა ბევრი ვილაპარაკი ისედაც პრინციპში რა. ანუ ეს არის რაღაც ადამიანი, რომელიც პრინციპში როგორც დასასრული, ისე დასაწყისი 21 არკანი, ეს არის როცა რაღაცა პერიოდი სრულდება, რაღაცა ციკლი სრულდება, მაგრამ ამავდროულად ეს არის ზუსტად ნუ ახლა სამყარო რა, იგივე თქვათ, შეგიძლიათ თქვათ ბედი, კი. ეს არის როგორი თქვენი კი როგორც დასასრული, ისე ახალი ეტაპის სიყვარული. გამიგეთ რა ხდება? ანუ თითქოს ახალი შენი ცხოვრება იწყება. ნახეთ როგორ საინტერესო დავსვი კითხვა და როგორ პასუხობს ახლა ტარო. ანუ ახალი ცხოვრების დასასრული თუ მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. იმიტომ რომ აქ იქნება ახალი განახლებული, კი, თქვენ ხართ აქ განახლებული, თქვენში გაიხსნება ამისი. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თუ არ შემოიტანა, შემოაქვს უდიდესი თქვენი განვითარება, თქვენ აქ თავს შეიყვარებთ, თქვენ თავს დააფასებთ, აქ გაიხსნება თქვენი ნიჭი, აქ გაიხსნება თქვენი ქალობა, აქ გაიხსნება თქვენში, ანუ უნარი ანგარო სიყვარულის ქალები, აი ჩვენ ეს გვახასიათებს რა, ჩვენ შეგვიძლია და აქაც ხო გვითხრეს, რომ თუ დასრულდება ეს კავშირი, შენ მაინც ეს ადამიანი გეყვარება, მაინც, ანუ თბილად მოიხსენეთ. გოგოებო, აქ არ არის გაშლა იმათვის, ვისაც გულში ზის ეხლა, ანუ რა ქვია, წყენა, წყევლა, რაღაცა გაბოროტებულობა, თუ როგორ თქვა, რა სიტყვები მოვიპოვო ქართულად კიდე, არ ვიცი რა. აქ არის როგორი მომენტი, როცა ადამიანი აცნობიერებს, აი ხდება რისთვის იყო ეს ყველაფერი, ან რისთვის ხდება და თუნდაც ურთიერთობა დასრულდა, მაინც შენ მაგას მოიხსენები დიდი მადლიერებით და დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რამდენი წელიც არ უნდა ყოფილიყო ეს თქვენი ურთიერთობა, ხო? თქვენ ყოველთვის ანუ გრძნობდით იმას, რომ ნამდვილად რაღაცა იცვლება ჩემს ცხოვრებაში, ხო? მაწყენინა უფრო მეტად შევიყვარე თავი, ხო? ანუ კიძნელი იყო, მაგრამ კი. ანუ უფრო გახდით თქვენ რაღაცა არაჩვეულებრივი, ნუ იმპერატრიცა რა, ხა იმპერატრიცა.
პლუს კიდე ახლა მე რა თქმა უნდა მთვარის არ კანი ის როცა ჩემი განვითარება მიდის, როცა მე უკვე სხვანაირი ვარ, როცა მე უკვე ჩემს გზას ვპოულობ და სხვათა შორის აი ამ არკანზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანის თქვენ გამოყვებათ, ახალი სიყვარულის გზა გელოდება თქვენ. ნუ რადგან ამ ადამიანთან თუ საერთოდ ამ ადამიანთან, კი, ამ ადამიანთან, ბევრისთვის იქნება ამ ადამიანთან, აქ პაუზიდან გამოდიხარ, თუ პაუზა გქონდათ, აქ იწყება ახალი რაღაცა თქვენი, ნუ აქ რაღაცა რთული პერიოდი დასრულდება და თქვენი ახალი ისტორია უმრავლესობასთან დაიწყება უშუალოდ ამ ადამიანთან. კი. ნუ ახლა უკვე ამაზე მაჩვენებენ, რომ ესე ძალიან განიცდის, ახლა ამას თუ არ არის თუ არ ჩანს და რამე ვინმეს პაუზა გაქვს, ამ პაუზიდან გამოდის, იმიტომ რომ ამანაც დაამუშავე ბევრ რამეზე ფიქრობდა, ეხლა ფიქრობს, ახლა ძალიან მძიმე ენერგიებში არის თვითონაც, ეგაც ძალიან ბევრს ფიქრობს სხვათა შორის, ფიქრობს როგორ რა გავაკეთო ისეთი, რომ გამოვიდე ამ სიჩუმიდან, თუ დაუშვეთ სიჩუმე გაქვს დართული, ან თუ დაუშვეთ იჩხუბეთ და ახლა პაუზა გაქვს, ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კიდე ახალი გზა გასავლელი ერთად.